კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. სურსათი მედიკამენტები და საწვავი ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც სავარაუდოდ მომდევნო კვირას. მას შემდეგ გაიმართება რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების დისტრიბუტორების მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. ჩვენი მიზანია რომ შევისწავლოთ ფასები საკვე პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მიზანი არის რომ შევისწავლოთ ბიზნეს პროცესები, როგორც მოგეხსენებათ საქართველოში კვლევა მაჩვენა რომ საკვე პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასნამატი ძალიან მაღალია საქართველოს მსგავს ქვეყანთან შედარებით და გვინდა გავექცნოთ პროცესს, რა განაპირობებს ასე მაღალ ფასნამატს, რა შესაძლებლობა არსებობს რომ მოხდეს ბიზნეს პროცესებში ოპტიმიზაცია, რომელიც შედეგობრივად გამოიწვევს საკვე პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ანალოგური პროცესი იქნება მედიკამენტების შესწავლის ნაწილში და ასევე საწვავის პროდუქტების შესწავლის ნაწილში. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის რომ აღნიშნული სექტორები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ბაზარზე არ არსებობდეს შესვლის ბარიერები, თანამეპარებებში იყვნენ ყველა ბაზრის მოთამაშე, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი, რაც საბოლოო ჯამში სწორი კონკურენციის პირობებში მოგცემს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს. ფასების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც კომისიის მუშაობაში ჩაერთვება. სახელმწიფო გუნდი კი საჭიროების შემთხვევაში ახალი საკანონმდებლო ბაზის დამტკიცებასაც არ გამორიცხავს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ფასები უწყებების კოორდინირებული მუშაობით დარეგულირდება. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ მუშაობაში, ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არსებული ვითარება შეიცვალოს და შემსუბუქდეს და დაიწიოს ფასებმა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რეალურად შედეგი დაიდოს, თუმცა ფასები პროდუქტებზე არ არის მხოლოდ პრობლემა ფასების საწვავზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვის სერვისებზე. იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა აქტორთან, ვინც მონაწილეობს თავიდან ბოლომდე ფასების, ასე ვთქვათ, დარეგულირების მიმართულებით, დაწყებული დისტრიბუტორით, დამთავრებული საცალო ქსელების მეპატრონეებით და აბსოლუტურად ყველას ჩართულობით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქისთვის, ფასები დაიკლებს. ჩვენ არ ველოდებით აპრილის დასასრულს, როდესაც ეს მუშაობა უნდა მორჩეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაცა მიმართულებებით ფასები უკვე დაიწყებს კლებას და ზოგადად ჯამში რო შევაფასოთ, ჩვენ ხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელი არის ფასების კლება და მაქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი ძალიან სერიოზულ შრომას გავწევთ იმისათვის, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ბიზნესი დარჩეს ხელშეუხებელი, ვინაიდან ერთ-ერთი მონაპოვარი ქართული ოცნების ეს არის, რომ ბიზნესი არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და არ უნდა მოხდეს ბიზნესის მოგების გენერირება იმის ხარჯზე, რომ რიგით მამოქალაქეებმა ვერ შეიძინონ მათთვის უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქცია. მაქედან გამომდინარე, ჩვენ დავიჭერთ ოქროს შუალედს და ეს ბალანსი აუცილებლად დაცული იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ხა ეფექტურად მოქმედებს ამ შემთხვევაში მთავრობაში შექმნილი ეს კომისია, ასევე იქნება საპარლამენტო კომისია, შევძლებთ იმას, რომ ძალიან ბევრი ფასები დარეგულირდება. ეს იქნება მედიკამენტები თუ სასურსათო თუ საწვავი, აუცილებლად მოხდება დარეგულირება. იმიტომ რომ ამისი რესურსი, როგორც წინაპირობები აჩვენებს, ნამდვილად არსებობს. საერთო ჯამში, საომხმარებლო კალათაში მედიკამენტი იქნება ეს თუ სურსათი იქნება თუ ნებისმიერი რამ, საგრძნობლად იქნება, რაც წინაპირობები ჩანს, ფასები დარეგულირება. თუმცა წინ არ გაუსვოთ მოვლენებს. ერთი ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან პროდუქტიულად საქართველოს პარლამენტში და ამას დაინახავს საზოგადოება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებას. ამგვარი ბრიყული დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირკს ცხებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი, წერს შალვა პაპუაშვილი. სპიკერი აზიარებს გალერის პოსტს, რომელშიც ის ქართული ოცნების ლიდერებს შეურაცხყოფელი რიტორიკით მოიხსენიებს. პირველ რიგში კარგი იქნება თუ მას გააგებინებენ, რომ ეს რაღაცა რუსული ნარატივი უკვე აღარ მუშაობს, გაცვდა და შესაბამისად შეუძლია რაღაცა სხვა ქვეყანა გამოიგონოს. ხოლო რაც შეეხება ახლა მის ლექსიკას, ну რა თქმა უნდა, ახლა ეს პირდაპირ უპატივცემულობა არის პირველ რიგში საკუთარი თავის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია, ეს არ არის გერმანიის პოზიცია, ვინაიდან რა თქმა უნდა გერმანია და გერმანელი ხალხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ უზრდელი კაცის ესეთი რაღაცა კომენტარები. პრობლემა სწორედ ეს არის ევრობიუროკრატიაში, რომ ერთი რომ დეзинფორმაციას ავრცელებენ და მეორე ის რომ მე ამ დეзинფორმაციის ვითომ როგორც მტკიცებულების საფუძველზე ითხოვენ ვთქვათ დასანქცირებას ადამიანების და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა ეს არის შეურაცხყოფელი, ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვერასოდეს ვერ მივიღებდით ამას ქართულ რეალობაში. ევროპარლამენტარი, რომელიც საერთოდ წარმოდგენაში და წარმოსახვაში არ არის, რა ხდება ქვეყანაში, საქართველოში, დეзинფორმაციას ავრცელებს პირდაპირ გაგებით. ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის საკუთარ ქვეყანასაც წარმოადგენს. შესაბამისად, თავის საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ამ შემთხვევაში საქართველოზე ავრცელებს დეзинფორმაციას. უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. ცვლილებებს, რომელიც ერთდროულად 7 კანონში შევახვალ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. საკითხს პირველი მოსმენით კენჭს სავარაუდოდ მომდევნო კვირას ვეუყრიან. სიახლის თანახმად ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. შეზღუდვები წესდება პარტიის წევრობაზეც. 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება იმ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება. კანონით გინდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნებაც, რომლის საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. ასეთ სუბიექტს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დაჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. იურიდიულ სამეწარმეო საქმიანობის საკითხს კი ადმინისტრაციული კოდექსი დაარეგულირებს. კანონის გამკაცრების მიზანი უმრავლესობის თქმით იმ ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების ამოვსებაა, რომელიც საქართველოში უცხოური ფულის შემოსატანად და რევოლუციური პროცესის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, სუვერენიტეტის დასაცავად, ისტერიკაში არიან ისინი, ვისაც დასამალი აქვთ, როგორც ეს იყო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის დროს და ეს აქტორები, ვინც ისტერიკაში არიან, ვატყობთ, რომ დარეგისტრირდნენ საერთოდ სხვა ქვეყნებში, რომ თავი აერიდებინათ ამ კანონისთვის და რიგი ევრობიუროკრატებისა და უმაღლესი წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ შამხვრელებს გამონახავენ, რომ კანონი, ასე ვთქვათ, კანონს გვერდი აუვარონ და გაორმაგებული დაფინანსება შემოვიდეს ლომჯარიას და გიგაურს. მაგედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი ესეთი პოტენციური შავი ხვრელი ამოვავსოთ და რაც შეეხება იმ დეзинფორმაციას, რასაც ავრცელებს მაგალითად ქალბატონი გიგაურის NGO და ასე შემდეგ, ეს არის აბსოლუტური ტყუილები და ძალიან მარტივი არის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ერთდღიანი ტყუილები არის და პირიქით ჯობს, რომ ესეთი ტყუილებით შემოიფარგლონ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგავს მათში ნდობას, ისედაც მათი ნდობის ხარისხი ალბათ ნულამდე იყო დასული, ახლა საერთოდ მინუსში გავა. რაც ხდება ამ გრანტებთან დაკავშირებით, ვიმეორებ ეს ჩვენი პათოსი იყო და ის პათოსია და ის მიზანია, რაც ყველა ეროვნულ სახელმწიფოს უნდა კონდეს და ეროვნულ მთავრობას, ხელისუფლებას და გნებავთ ოპოზიციას უნდა კონდეს და მთელ ქვეყანას, რომ შენ ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ, რომ არავინ არ იცოდეს სატრიალებს განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, სოფლიოში რა ხდება. ყველა დიდი სახელმწიფო თავისკენ
იქაჩება პირდაპირ გაგებით და პატარა სახელმწიფოები ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ბუნებრივად არის ეს, რომ გარე ძალებს ყოველთვის აქვს ასეთი ცდუნება, რომ შენ ქვეყანაში პოლიტიკაში ხელები აფათურონ. ეს ბუნებრივი მოცემულობაა და შენ უნდა შეეწინააღმდეგო, როგორ შეეწინააღმდეგები, თუ ეს კანონმდებლობა არ შეიმუშავე, რომ ყველას კონდეს ვალდებულება, რომ უცხოეთიდან რა თანხებიც შემოდის, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირ პოლიტიკაში არ მოხვდეს. ამაზე აქვს ხაზგასასმელი, სასაუბრო და ხაზგასასმელი. პოლიტიკაში არ უნდა მოხვდეს შავი ფული ქვეყნიდან და არც ნებისმიერი ფული. უნდა იყოს ლეგალურად ეს ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად. აი ამ შემთხვევაში უკვე შევძლებთ სუვერენიტეტის კიდევ უფრო კარგად დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს. ამ პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალი კადრებით. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილი არის ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად, თან სწავლა იქნება უფასო. აკადემიას მიენიჭება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე აქტუალური საკითხები ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. ამასთან აკადემია აქტიურად განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ სასწავლო პროგრამებს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება გადამზადების მიზნით. განათლების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში სწავლის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, გივი მიქანაძე განმარტავს, რომ შემუშავებული კონცეფციის მიზანი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი, თბილისი და ქუთაისი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. განათლების მინისტრის თქმით, სწორედ ამ პრინციპს ემსახურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება. მიქანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად წარიმართება პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროგრამების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება მოხდეს. კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველს. პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს
შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან დღეს 5 საათზე სტუდენტების ნაწილს აქცია და სიტყვით გამოსვლები ჰქონდა დაანონსებული, თუმცა შეკრება ვერ შედგა. არ ყოფილა არც განცხადებები, ასე გამოიყურებოდა დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზო. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, თუმცა არ აქვთ პასუხები კითხვებზე. რატომ არის მიუღებელი სასწავლო დაწესებულებების გაერთიანება, გამსხვილება და საერთო რესურსით განათლების დონის ამაღლება, ან საჭიროა თუ არა არსებული პირობების გაუმჯობესება და ხედავენ თუ არა რეფორმის საჭიროებას. Თქვენი აზრი რა არის, რომ არ უნდა მოხდეს სამ უნივერსიტეტის გაერთიანება? ეგრე უნდა მოხდეს, არ უნდა გაერთიანდნენ ორი დიდი უნივერსიტეტი, ორივე ძალიან ისტორიული. ეს არის ისტორიის განათლების მინისტრმა თქვა, რომ რექტორებთან კონსულტაციის შემდეგ მათ შორის მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ ეს ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი როგორც ვითარდებოდა, ისე უნდა გავითარდეს. ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, რომ რეფორმა უნდა იყოს, მაგრამ ორი უნივერსიტეტი ერთიანდება და რეალურად ერთი უქმდება. არ უქმდება, შერწყმა ხდება. შერწყმა ხდება. თვლით, რომ დღევანდელი განათლების სისტემა რეფორმას არ საჭიროებს? განათლების სისტემა რეფორმას როგორ არ საჭიროებს, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმები მგონი სკოლებიდანაა დაიწყოს და არა უნივერსიტეტებიდან. არის სკოლებსაც ეხება. სკოლებსაც ეხება. პრობლემა ამ შემთხვევაში არის, რომ სახელი იკარგება? არა მარტო სახელის დაკარგვა არ არის, რესურსები არ შემცირდება, ბავშვების მიღება არ შემცირდება, Erasmus+ პროგრამებში რამდენი ადგილია ჩვენთან, რამდენი ადგილია იქ და ერთი უნივერსიტეტი რო გახდება, არ შემცირდება ეგ ყველაფერი. ეს იქნება სამომავლოდ კარგი, მაგრამ ლოგიკურია გაგიჩნდება ხა ამ ყველაფერსთან დაკავშირებით პროტესტი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხს კი უმრავლესობის განცხადებით კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური აქტივობებისთვის და სპეკულაციებისთვის იყენებს. ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე წელიწადში ქართულმა სტუდენტმა მიიღოს იგივე ხარისხის განათლება, როგორცაც იგი მიიღებდა ევროპის წამყვან ქვეყანაში. უნივერსიტეტების გაერთიანებაც, რა თქმა უნდა, ამაზე მეტყველებს, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსი იყოს მაქსიმალურად ოპტიმიზირებული და ისე გადანაწილდეს, რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას. რა თქმა უნდა, თვითონ პროფესორების ნაწილში არავის არაფერი არ ემუქრება და ჩვეულებრივად რიგი აქტორები ამ ყველაფერს იყენებენ რაღაცა პოლიტიკური აქტივობისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი რაღაცა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, დაწყებული უპრეცედენტო ინვესტიციით, გაგრძელებული სხვადასხვა ტიპის რეფორმები და ასე შემდეგ, ნებისმიერ თემას ისინი იყენებენ რაღაცა საბაბად, რომ მოაწყონ აქციები და შემოიტანონ დესტაბილიზაცია ჩვენ საზოგადოებაში და როდესაც ისინი ესეთ ისტერიკაში არიან, ეს ინდიკატორია პირიქით ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად არის და სწორ გზას ვადგავართ. რა თქმა უნდა, რაც არსებობს კითხვები საზოგადოებაში, ეს უნდა მიიღოს საზოგადოებამ, კითხვებზე პასუხები აუცილებლად, ამაზე ჩვენ მინისტრთანაც გვაქვს ურთიერთობები, მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და გამომდინარე იქიდან დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი რაც არის ეფექტური განათლების მიღება და შემდგომ ისეთი განათლების მიღება და იმ რაოდენობის, რომ ბაზარმა ეს აითვისოს საქართველოში, ეს უნდა შესრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმები, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს გარკვეული ტიპის გამოწვევები, საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწევს. აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და უკანონო რეალიზაციას ედავებიან. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისში კი ერთი პირი განზრახ-მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მეორე პირს ბლაგვის აგნით სასიკვდილო დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელყვალზე დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა იმერეთის პოლიციამ. დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას კი 2 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირე კალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებულებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები დააჯილდოა. სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიზღვნილი საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა. გეკა გელაძემ საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა სააგენტოს დირექტორმა. აღნიშნავთ 19 წლის იუბილეს. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სააგენტოს ყოველდღიური განვითარება. ამდენი წლის განმავლობაში ფაქტიურად ყოველდღიურად ხდებოდა როგორც შინაარსობრივი, ისე ინსტიტუციური და ტექნიკური განვითარება. ამ სააგენტოს და თითოეული თქვენთაგანის და თქვენი თანამშრომლების დამსახურება თითოეული თქვენთანი ძალიან ძვირფასია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მომსახურების სააგენტოს 19 წელი შეუსრულდა. მომსახურების სააგენტო წლების განმავლობაში ვითარდებოდა, გააგრძელებს განვითარებას და ორიენტირებული იყო და არის და იქნება ყოველთვის მოქალაქეების მაქსიმალურ კომფორტზე და სერვისების მიწოდებაზე. გადმომეცა მადლობის სიგელი, ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა, რათა მომავალში გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა კი სამუშაო შეხვედრა ზემო სვანეთში მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გამართა. ოისმინა დეტალური ინფორმაცია დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ შეხვედრაზე განიხილეს სამართალდამცველების სამუშაო პირობების და მათი საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც. დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო. ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა ფრანს 24-ის ეთერში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის შვილი მიიჩნევს, რომ შტატების 57 პრეზიდენტი და მისი გუნდი ამერიკელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თუმცა ამ საკითხზე აპელირების დროს გორჯესტანი იმასაც აღნიშნავს, რომ არც სენატში და არც კონგრესში ამაზე უმეტესობა არ საუბრობს. უცნობია როგორ გაარკვია დეტალები ფრანს 24-ის ჟურნალისტმა. დონალდ ტრამპმა რამდენიც არ უნდა უარყოს ბოლო კვლევები. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი რეიტინგს კარგავენ საიმიგრაციო საკითხზე. იმ ტაქტიკისა და სისასტიკის გამო, რომლითაც ისინი საიმიგრაციო და დეპორტაციის პოლიტიკას ატარებენ. ბევრი რესპუბლიკელი ფიქრობს ასე, თუმცა ყველა არ ამბობს ამას ღიად. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეა, ვინც საჯაროდ საუბრობს, მაგრამ კულუარებში ჩანს, რომ ისინი, ვინც წლის ბოლოს შუალედური არჩევნებისთვის კამპანიას იწყებენ, ხვდებიან იმიგრაციის საკითხზე, რომელიც ტრამპისა და პარტიის მთავარი კოზირი იყო, მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი აკრიტიკებს. ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა ქართული ოცნებისთვის. მართლ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად გორჯესტანისთვისაც მთავარი პრობლემა შტატების 57 პრეზიდენტის პოლიტიკა და გადაწყვეტილებებია, რომელიც სრულად აცდენილია ოპოზიციის და სრულ თანხვედრაშია ქართული ოცნების პოლიტიკასთან. ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა. ქალბატონი ზურაბიშვილი და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, ვიცით როგორ ლანძღავენ ბატონ ტრამპს უკვე წლების განმავლობაში და მიზეზი ძალიან მარტივი არის. ბატონი დონალდ ტრამპი არ ატარებს იმ რაღაცა ულტრა მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგი არის და იგი ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას და შესაბამისად ეს ძალიან არ მოწონს ჩვენს რადიკალებს. შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას იმასაც, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას მხარი არ დაუჭერია. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო რაც აღიზიანებს ბატონ დონალდ ტრამპში, მან პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა, რა თქმა უნდა, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სულ არსებობს ორი სქესი, კაცი ვერ გახდება ქალი და პირიქით და ეს რადიკალებისთვის არის წარმოუდგენელი.
ახლა კი უკრაინა, სადაც ომი გრძელდება, ქვეყანაში ისევე ენერგოკრიზისია, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -20-ან უფრო დაბალ მაჩვენებელსაც აღწევს. გრძელდება შეტაკებები ფრონტის ხაზზეც. მთავარი კითხვა კი ისევ უცვლელია. როდის შეძლებენ ომში ჩართული მხარეები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას? შეერთებული შტატების მომლაპარაკებელი რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. სტივ ვიტკოფი წერს, რომ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა. რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით რიგ საკითხებზე შეთანხმება სხვაგვარად შეუძლებელია. უნდა შევძლოთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტის შენარჩუნება ამა თუ იმ ფორმატით. ამის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ მგონია რომელიმე ლიდერს შეეძლოს ამ კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარება. ასევე გვსურს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აუცილებლად ევროპა იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობაა, ასევე მსურველთა კოალიციაა. ჩვენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებს ვენდობით. დოკუმენტი მზადაა. ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებსაც ვენდობით. თითქმის ყველაფერი მზადაა, თუმცა ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნების პარლამენტების ან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან, აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის განმარტებით ბრიუსელი ამ მოცემულობას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობისტები წყვეტენ, უნგრეთში კი ხალხი. ამასთან უნგრეთის პრემიერის განცხადებით ევროპელებს არ სურთ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინა სურთ ევროკავშირში. ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიყვება და თავის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, წერს ვიქტორ ორბანის სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ მინესოტა შტატში საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მუშაობის შეჩერებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. მინეაპოლისში კი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება, მოქალაქეები ფედერალური აგენტების შტატიდან გასვლას ითხოვენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ სასამართლოს განკარგულებით ფედერალურ სამსახურს საცხოვრებელ სახლში დაკავებული 5 წლის ბიჭისა და მისი მამის გათავისუფლება დაევალა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ინდოეთი ნავთობს ვენესუელისგან შეისყიდის და არა ირანისგან. ამ თემაზე დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორცზე ესაუბრა. ჩვენ უკვე დავდეთ ეს გარიგების კონცეფცია აღნიშნა ტრამპმა. როიტერი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა ინდოეთში ატყობინა, რომ მას ვენესუელის ნავთობის შესყიდვის განახლება შეუძლია. სააგენტოს მონაცემებით ეს ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებაში უნდა დაეხმაროს. ისევ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქუთაისში 150 მოსწავლეზე გათვლილი 22 საჯარო სკოლის დასკვნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კომფორტული და უსაფრთხო საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, რაც მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდით მიღების შესაძლებლობას მისცემს. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს. ქუთაისში დავათვალიერეთ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესი. ეხლა ამჟამად ვიყოფებით 22 საშუალო სკოლაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მომავალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან ამ კონკრეტული დასახლების ბავშვები და ამ სკოლის მოსწავლეები. სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 22 საჯარო სკოლას. სრულიად განახლდა აქ ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საკლასო ოთახები, თანამედროვე აღიჭურება მთლიანი სკოლა, როგორც გათხოვვის სისტემით, ისევე წყლის 24 საათიანი მიწოდებით. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, 150 ბავშვი არის სკოლა გათვლილი, რომლის ბავშვებიც დღეის მდგომარეობით გადანაწილებული არიან ქალაქის სხვადასხვა სკოლებში და სექტემბრიდან იმედი გვაქვს, რომ დაუბრუნდებიან თავიანთ სკოლას.
ბათუმში ნათიაზე ინგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა კონცერტ სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა. ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები ქართველმა შემსრულებლებმა შეასრულეს, მათ შორის მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ ალილო, თეატრალური კვარტეტი ჰერიო, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და ნათია პერანიძე, ასევე ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ნათიაზე ინგლისშვილი არის 50-მდე სიმღერის ავტორი, კონცერტი გაიმართა ინიციატივის ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026 ფარგლებში. კომპოზიტორების ერთ-ერთი თვალსაჩინოება არის ქავატოი ნათია და ძალიან მიხარია, რომ ბათუმი მასპინძლობს მის შემოქმედებით საღამოს. ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, სხვადასხვა ჩემი და ალილოს ურთიერთობაც ქავატოი ნათიას სახელს უკავშირდება. და ამ შესაძლებლობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს. ნათიას ულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი საღამოა. სამოცად ნიჭიერი ადამიანი, ჩვენ წლებია მეგობრები ვართ და ყველას მოწონს მისი სიმღერა, ასე რომ დღესაც მე მგონი კმაყოფილი დარჩება ის დამწრე საზოგადოება. ჩვენ ჩავდეთ მთელი გული, სული, სიყვარული ბათუმის წინაშე, ხალხის, მსმენელის წინაშე. ჩვენ არ დაგვინდია თავი არაფერში, არც ერთ მუსიკოს. პრემიერა იყო 3 ახალი სიმღერა და მე მგონი კარგად გაიჟღერა, მიიღო მსმენელმა, ძალიან ნახარებს ეს ამბავი. ეროვნულ გალერეაში მხატვარ ვლადიმერ კანდელაკის 100-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ფერწერას, ისე სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ კომპოზიციებს. დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს საქართველოს თბილისური მოტივებით შექმნილი ნამუშევრები და მხატვრის გამორჩეული ფერწერული ტილოები. ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს ხვალაც მიიღებს. ვლადიმერ კანდელაკის შემოქმედება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში არის ცნობილი. მისი შემოქმედებითი ნამუშევრები დაცული არა მარტო საქართველოს მუზეუმებში, ეს არის მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, გალერეებში, სახელოვნებო სივრცეში და წყინვალე წარმოაჩენა და წარმოაჩენს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას მსოფლიო მასშტაბით. მისი შემოქმედებითი ნამუშევრები გამშვალულია ეროვნული ცნობიერებით. ეს არის უაღრესად ეროვნული მხატვარი, თავისი შემოქმედებით წარმოაჩენს თანამედროვე ქართულ ყოფას. ეს არის ის მხატვარი, რომლის ნამუშევრების სემანტიკა არის გასაშიფრი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ის წარწერებსაც უკეთებს თავის ნამუშევრებს და ეს წარწერები კიდევ უფრო მეტად გვიხსნის ხასიათს ამა თუ იმ ნამუშევრისას და მის შინაარს. ესე რომ ნამდვილად ძალიან საინტერესო მხატვართან გვაქვს საქმე. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე, მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანეროთ QR კოდი და შემოგვიერთდეთ rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.